გამარჯობა, მე ვარ დათო პაიჭაძე, ჟურნალისტი და ფილოლოგი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიც. მე დავიწყებ წიგნით, რომელიც შეიძლება ამ დაახლოებით 35-40 წლის წინ და უფრო იქითაც იცოდა ყველამ, ვისაც კი სკოლა დაემთავრებინა, მაგრამ ახლა სკოლაში ეს წიგნი აღარ არის. ეს არის აკაკი წერეთლის ჩემი თავგადასავალი. მე მგონია, რომ აკაკი წერეთლის ამ წიგნიდან შეიძლება სიამოვნების მიღება, უწინარესად და სიამოვნების წყარო ეს არის მისი წერის მანერა და სტილი. შენ ხვდები, როცა კითხულობ, თურმე რომელი ენა არის, რომელი მწერლის ენა არის უწინარესად დღევანდელი ქართული სალიტერატურო ენის საფუძველი. ეს არის აკაკი წერეთლის ენა, რომელიც ისევე იყო ალბათ 19 საუკუნეში მისი პროზის მკითხველთათვის გასაგები 100%-ით, როგორც ეს დღეს იქნება მისი წაკითხვის შემთხვევაში. ერთი სიამოვნება ამ ენის სმენა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვკითხულობთ, ბუნებრივია, ჩვენი შინაგანი სმენით ვკითხულობთ სულ ერთია პოეზიას თუ პროზას და თუ მთლიანად წაკითხვა არ გინდათ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, თქვათ, პირველი ნაწილი, სადაც მისი ბავშვობა მოთხრობილი, ჯერ ძიძასთან, მერე სვიტორში, მერე კიდევ სკოლაში. და აი სკოლაზე უკვე უნდა შევჩერდეთ ცოტა დეტალურად. მე არ გავაცოცხლებ ეპიზოდებს, იმიტომ რომ შეიძლება ყველას ახსოვდეს რაღაცა, გავუშვით თვითონ გააცოცხლონ, თუ ახლა წაიკითხავენ და ბევრი საკითხავი არ არის, ვისაც ბევრი კითხვა არ უნდა და მათელით როგორც სიამოვნება კითხვისას, ისე აღმოჩენები და ახლიდან დანახვა იმისა, რაც შეიძლება ბავშვობაში წავკითხავთ, როგორც ფაქტი ახსოვთ, მაგრამ ის მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება მიანიჭო მხოლოდ ახლა. ამდენი ხნის, ამდენი ამბის და ამდენი ცუდი ამბის თუ გნებავთ ჩვენს თავს დატეხვის შემდეგ, რაც აი ბოლო, თქვათ, 25-30 წელიწადში მოხდა ჩვენს თავს. მეორე წიგნია ილია ჭავჭავაძე, ოღონდ ის არ არის ავტორი. ავტორი არის გრიგოლ ყიფშიძე, ილია ჭავჭავაძის თანამედროვე კაცი, უმცროსი თანამედროვე, რომელიც პირადად იცნობდა მას და დაწერა პირველი წიგნი ილია ჭავჭავაძეზე მისი მკვლელობის შემდეგ. ეს არის 1913 წელს გამოცემული წიგნი გრიგოლ ყიფშიძისა. პირადი ნაცნობობა, ცხოვრებისეულ კონტექსტში ადამიანზე დაკვირვება ბევრს იძლევა ძალიან და თან შეიძლება წიგნს ცოტათი ავნოს ბჭყალებში. ეს არის დაწერილი მაშინ, როცა ყველამ ძალიან კარგად იცის და ყველას თავის თვალსაზრისი აქვს ილია ჭავჭავაძეზე, ამიტომაც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ წიგნში არ არის საკმარისად დეტალიზებულად გადმოცემული ილიას ბიოგრაფია, მოღვაწეობა და ამბები და კი არ მოგეჩვენოთ, ეგრეც არის, ოღონდ ამით არაფერი არ შავდება. ძალიან მოხერხებულად აქვს ავტორს შენიუთებული ეს ორი რამ, ილიას საქმიანობა, მისი პროფესიული და სამოღვაწეო გზა, ხანდახან მისი პირადი ცხოვრება, ოღონდ ძალიან ძუნწად ამას ყურადღებას არ აქცევს. რაც თავარია, აქ არის ენა, რომელიც არ არის დაძველებული დღესაც. ეს რა თქმა უნდა არ არის ენა, რომელთაც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგრამ არის ენა, რომელიც ჩვენ გვაგრძნობინებს იმას, რომ ჩვენ არ ვართ დაშორებული ილიას და ილიას ეპოქას ენობრივადაც კი. თუ ვინმეს წინასწარი განცდა ექნება, რომ უნდა იყოს ახლა ეს რა დაწერილია 113 წლის წინ, ხო? იქნება ცოტა მოძველებული დღევანდელი გაგებით რაღაცა სტილიზებული ენა შეიძლება მოგეჩვენოს და დაიზაროს წაკითხვა, დამერწმუნეთ ეგრე არ არის. ენა სრულიად თანამედროვედ ჟღერს და აქვს ამ ტექსტს გავიმეორებ ის ხიბლი, რაც აქვს არც ერთ ბიოგრაფიას ილიასი. ეს არის სიახლოვე ავტორისა მის მთავარ პერსონაჟთან და ეს სიახლოვე არის ძალიან ღირებულად მჟღავნდება მკითხველისათვის. მესამე წიგნი გახლავთ აკა მორჩილაძის გადაფრენა ბადათოუზე და უკან. ეს არის
ლიტერატურის მასწავლებელი წიგნი. ის გეუბნება, როგორ უნდა შექმნა ლიტერატურა. სამისოდ და ამ მიზნის მისაღწევად მე ვიტყოდი და თან შედარებით ადვილად მისაღწევად აკა მორჩილაძე ირჩევს ასეთ გზას. მას შემოაქვს ქართულ კულტურაში, ქართულ ლიტერატურაში ძალიან კარგად ცნობილი ფენომენები, პერსონაჟები, ტექსტები, ინტონაციები, შემოაქვს შედარებით იშვიათი ტექსტებიც და ყველაფერი ნაცნობია, მოკლედ, რაც შემოაქვს. ოღონდ ყველაფერი თუ ნაცნობია, მაშინ შეიძლება წიგნი იყოს მოსაწყენი. გინდაც ძალიან საინტერესოდ და ორიგინალურად გიყვებოდეს ლიტერატურის შექმნის ამბავს. და ეს მოსაწყენობა აბსოლუტურად განდევნილი და განქაროებულია იმით, რაც აკა მორჩილაძემდე არ გაუბედავს არც ერთ ქართველ მწერალს. მან შემოიტანა დეტექტიური სიუჟეტი, ეს ახალი ამბავი არ არის, ქართული დეტექტივები მანამდეც არსებობდა, მაგრამ დეტექტიური სიუჟეტი ჰომოსექსუალური ინტრიგით არ არსებობდა. და აი ამ ინტრიგას ზუსტად ეს ინტრიგა არის აი მთავარი ძარღვი ამ წიგნისა. ფორმალურად მოდი ასე ჩავთვალოთ, ის ამოძრავებს სიუჟეტს, მას მიხავს სიუჟეტი, და დეტექტივია და არის გამომძიებელი, ვინც ეძებს მკვლელს. ჩვენ ვუყურებთ, როგორ შენდება ლიტერატურა, როგორ კეთდება ლიტერატურა და მე მგონია, რომ ეს შეიძლება ბოდიში ყველასთან ვერმა ვერ შეამჩნიოს, ისე გაიტაცოს ამ წიგნის კითხვამ. ცხადია, აკა მორჩილაძეს ეს არ დაუწერია როგორც ლიტერატურის სახელმძღვანელო, მაგრამ ეს ორი მიზანი მაინც იგრძნობა. გვინდა ეგრეთ წავიკითხავთ, აი თურმე საშენი მასალები და ტექნიკა რომანის შექმნისათვის და გვინდა წავიკითხავთ როგორც რომანს, რომელსაც მოაქვს ერთი სიამოვნება მთელი კითხვის მანძილზე, აი ამ ლიტერატურული თამაშების კარგი გაგებით გადამკიდე.